გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას Showtime. მე მისი ავტორი და წამყვანი ალეკო კვეტაძე გახლავართ. გადაცემას ამოგვიდგენთ Show კომპანია და სტუდიო და DKTV სტუდიო. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ წამოვიდგენთ იმ 6 არაჩვეულებრივ რუბრიკას, რომლებიც გაგვაცნობს თუ რა მოხდა მიმდინარე კვირაში მსოფლიოს შოუ ბიზნეს სივრცეში. თავდაპირველად კი მე და ჩემი კოლეგები მაია სუმავა და სოსო სიცაძე წამოვიდგენთ რუბრიკას ცხელი ამბები. გამარჯობა. ბინდის პირველი ნაწილის რეჟისორმა კეტრინ ჰარდვიკმა წითელ ქუდას მიხედვით ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა. თანამედროვე ისტორია არა საბავშვო ზღაპარი, არამედ დიდებისთვის განკუთვნილი ეროტიკული ფილმია. ფილმში წითელ ქუდას ზრდასრული ლამაზმანია, რომლის როლსაც ამანდა სეიფრიდი ასრულებს. მისი გმირი ვალერია სოფელში ცხოვრობს, რომელსაც ადამიანი მგლები თავს ესხმიან. დედა სურს ვალერიამ დიდარ ჰენრიზე გაათხოვოს, მაგრამ მას უკვე დიდი ხანია მეტყევე პიტერი უყვარს, რომლის როლსაც შაილო ფერნანდესი ასრულებს. თანდათან სოფლის მოსახლეობა აცნობიერებს, რომ მათ ჩვეულებრივი მგელი კი არა, თავს მაგცია ესხმის. ვალერია ხვდება, რომ ის შეიძლება მაგციას ადამიანურ სახეს იცნობდეს. ჰარდვიკის ახალი ფილმი გოთიკური ზღაპარია, რომელიც ბევრი ელემენტებით გავს მის წინა ნამუშევარს. თუმცა ბინდისგან განსხვავებით, წითელ ქუდა თამამის სცენებით არის დატვირთული. თავად მსახიობები ამ ისტორიით აღფრთოვანებულები არიან, მათ მიაჩნიათ, რომ ფილმს წარმატებას მოვლენათა დრამატული განვითარება და სასიყვარულო ისტორია მოუტანს. კოსტიუმების მხატვართა გილდიამ გადაწყვიტა მსახიობი ჰოლი ბერი სპეციალური პრიზით დააჯილდოვოს. მსახიობი პრემიას ახალ ნომინაციაში მიიღებს, რომელიც ეკრანის ვარსკვლავებს გემოვნებიანი ჩაცმულობისთვის ენიჭებათ. ამგვარად ბერი ახალ ნომინაციაში პირველი გამარჯვებული იქნება. ჰოლი ბერი კოსტიუმების დიზაინერებისგან ჯილდოს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მიიღებს. ამ ღონისძიების ფარგლებში პრემიები კინოსა და რეკლამაში, თანამედროვე ისტორიული და ფუტურისტული საუკეთესო კოსტიუმებისთვის გაიცემა. 2011 წლის დაჯილდოების ცერემონიალს კრისტინ დევისი წაიყვან სერიალიდან სექსი დიდ ქალაქში. მას შოუს წაყვანაში სხვა მსახიობები და მომღერლები, მათ შორის დემი მური და ეშტონ კატჩერი დაეხმარებიან. პრიზების გადაცემის ცერემონია 22 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება. კოსტიუმების მხატვართა გილდია შეერთებულ შტატებში 1953 წელს დაფუძნდა. ამჟამად ორგანიზაცია 900 სპეციალისტისგან შედგება. კოსტიუმების მხატვართა გილდია საკუთარ პრემიას 1999 წლიდან გასცემს. მომღერალ ბიონსეს კლინტ ისტვუდი ახალ ფილმში გადაიღებს. ფილმი დაიბადა ვარსკვლავი 1976 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების სურათის რიმეიკია. 1976 წელს გამოსული ფილმი A Star is Born 1954 წელს გადაღებული სურათის განახლებული ვერსია იყო. 1954 წელს გამოსული სურათი კი 1927 წელს გადაღებულ ფილმზე იყო დაფუძნებული. ფილმის ორიგინალურ სიუჟეტში გადმოცემული იყო გოგონას ამბავი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა. წარმატებაში მას ვეტერანი მსახიობი ეხმარება, რომელმაც დიდებას და პოპულარობას გემო უკვე გაუგო. A Star is Born-ის 1954 წლისა და 1976 წლის ეკრანიზაციებში ფილმის გმირი მსახიობობის ნაცვლად მომღერლობაზე ოცნებობს. სხვადასხვა დროს ფილმის მთავარი გმირის როლი შეასრულეს ჯენეტ გეინორმა და ბარბარა სტრეიზანდმა. ახლა კი ფილმში მთავარ როლს მომღერალი ბიონსე შეასრულებს. ეს მისი პირველი როლი არ არის. ფილმისთვის სცენარი უილ პეტერსმა დაწერა. საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის შედეგად ბევერლი ჰილზზე ერთ-ერთი სილამაზის სალონის მფლობელმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს $1 მილიონამდე თანხა მოპარა. სასამართლოს მასალების მიხედვით ბევერლი ჰილზის სილამაზის სალონ ჩეს გაბრიელა სტუდიოს მფლობელი საკუთარ კლიენტების ელექტრონული ბარათებით თანხას ითვისებდა. როგორც New York Post იუწყება, თაღლითობის მსხვერპლნი მსახიობი ან ჰეთევეი, ლივ ტაილერი და ასევე მომღერალი და მსახიობი შერი გახდნენ. სალონის მფლობელმა გაბრიელა ჰაშემიპურმა თაღლითობის ფაქტი აღიარა. ქალბატონს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი ვალდებულია $250,000 ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს და დაზარალებულებს ზარალი მთლიანად აუნაზღაუროს. სალონის მფლობელი შესაძლოა ამერიკიდან გააძევონ კიდეც. როგორც ცნობილია, იგი მექსიკაში დაბადებულა და შეერთებული შტატების პასპორტიც უკანონოდ მიუღია. ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ჟურნალ ალურესის ორიგინალურ ფოტოსესიაში გადაიღეს. ჯენიფერმა მისთვის უჩვეულო ბარბი სტილი მოირგო.
41 წლის ანისტონი, რომელიც ფოტოებზე აბრეშუმის ვარდისფერ საღამოს პიჟამოშია, ფოტოგრაფების, ვიზაჟისტების და პროგრამა Photoshop-ის წყალობით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება ვიდრე სერიალ მეგობრებში, რომელშიც მან 25 წლის ასაკში დაიწყო გადაღება. გარაბშუტა გოგონას როლში თავს მშვენივრად გრძნობს. საკუთარ თავს სერიოზულად არ აღვიქვამ. მსუბუქი როლების თამაში მიყვარს სასაცილო გოგონების განსახიერება, რადგან თავადაც მსუბუქი ადამიანი ვარ, განაცხადა ჯენიფერმა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი ახალი ფილმის თავი ჩემს ცოლად გაასაღე პრემიერისთვის ემზადება, რომელშიც ადამ სენდლერთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად ითამაშა. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში უფრო საინტერესო ამბებით დავუბრუნდებით. მომდური ამბების შემდეგ იმ სკანდალებს დავუძმოთ დრო, რომლებიც ამ კვირაში მთელ შოუ ბიზნესს დააწყვეტა თავს. არკო ანდღულაძე რუბრიკით ვითელი პრესა. ჰოლივუდის ორმა ვარსკვლავმა ჯენიფერ ანისტონმა და მარკ უოლბერგმა აუქციონზე გასაყიდად პაემანი გამოიტანეს. ანისტონის შემთხვევაში გამარჯვებული 8 ან 9 თებერვალს მსახიობთან ერთად მისი ახალი ფილმის თავი ჩემს ცოლად მოაჩვენე პრეზენტაციას დაესწრება. მას კი ვინც უოლბერგთან პაემნისთვის ყველაზე მეტ თანხას გადაიხდის მსახიობთან ერთად ახალ ფილმში უსიტყვო ეპიზოდურ როლში გადაიღებენ. გადაღებები 4 თებერვალს ახალ ორლეანში გაიმართება. როგორც ჩანს, ჯენიფერი აუქციონზე გამარჯვებულს მასთან ერთად რომანტიულ გარემოში ურთიერთობის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე უოლბერგი. თუმცა ეს ნორმალურია, ჯენიფერი თავისუფალი ქალია, უოლბერგი კი ერთგული მეუღლე და სანიმუშო მამა. აუქციონის შედეგად მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ჯიმ კერი, რომელიც 2010 წლის აპრილში მოდელ ჯენი მაკარტის 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში ახალ მეგობართან ერთად ნახეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობი და გრძელთმიანი შავკანიანი გოგონა ქუჩაში ხელი-ხელ ჩაკიდებულნი გამოვიდნენ. გოგონას ვინაობა და საქმიანობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც Daily Mail ვარაუდობს, ის შესაძლოა მოდელი ან მსახიობი იყოს. კერის ფოტოგრაფებისგან დამალვა არ უცდია, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ წყვილის ურთიერთობა სერიოზულია. თუმცა ეს ერთადერთი გოგონა არ არის, რომელთან ერთადაც ჯიმ კერი ბოლო დროს ნახეს. წინა კვირას ჯიმი თეატრში უცნობ ქერათმიან ლამაზმანთან ერთად მივიდა, თუმცა მაშინ მსახიობმა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო. მისი ვიზიტის შესახებ თეატრის ხელმძღვანელობას წინასწარ შეატყობინეს და მის ლოჟას საგანგებოდ იცავდნენ. დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი წყვილს პაპარაცებისგან იცავდა. Oh gosh, so many people to thank. ბრიტანეთში ჯონ ლენონის წერილებს გამოაქვეყნებენ. წერილების გამოქვეყნებაზე იოკო ონო ბიტლზის ბიოგრაფმა ჰანტერ დევისმა დაიყოლია. წერილების გამოქვეყნება ბრიტანულ გამოცემა Orion Publishing Group's სურს. ამის შესახებ გამოცემის წარმომადგენელმა ალან სემსონმა განაცხადა. გამოცემის თანხა არ ხმაურდება, თუმცა მედიამ კონტრაქტი 500-დან 1 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე შეაფასა. კოლექცია 150-ზე მეტი წერილისგან შედგება, მათი უმრავლესობა საზოგადოებისთვის უცნობია. მათ შორის არის 8 წლის ბიჭისადმი მიწერილი წერილი და ასევე ლენონის ნახატი. წერილები 2012 წლის ოქტომბერში ერთ წიგნად გამოიცემა. გამოცემა The Beatles-ის პირველი სინგლის Love Me Do-ს გამოსვლის 50 წლის თავს ეძღვნება. ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი სუდანში მალარიით დაავადდა. ამის შესახებ მსახიობმა პირს მორგანის პროგრამაში CNN-ზე თავად განაცხადა. კლუნი სუდანში საქველმოქმედო პროექტ ინაფის ფარგლებში იმყოფებოდა, რომლის მიზანი გენოციდთან ბრძოლაა. მსახიობმა ხუმრობით განაცხადა, რომ კოღომ მას სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა გამოუგზავნა. სუდანის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების გენოციდში დასდო ბრალი. კლუნის თქმით, იგი მალარიით უკვე ორჯერ იყო დაავადებული. ამ ჯერზე მსახიობმა 10 დღეში გამოჯანმრთელება მოასწრო. მომღერალმა ელტონ ჯონმა და მისმა ქმარმა დევიდ ფერნიშმა თავიანთი ახალშობილი ვაჟი, ზაქარი ჯექსონ ლევონ ფერნიშ ჯონი საზოგადოების წინაშე წარადგინეს. ბედნიერი ოჯახის ფოტო ჟურნალ OK-ის გარეკანზე დაიბეჭდა. ელტონმა აღიარა, რომ შვილის დაბადებას ესწრებოდა, მისი თქმით, ბავშვი ძალიან სწრაფად დაიბადა. სიტყვებს ვერ პოულობ, ჩემი გზნობები რომ გადმოვცე. ეს შესანიშნავია, მე შვილი შემეძინა, აცხადებს მომღერალი. მზად ვარ ბავშვზე ვიზრუნო, მინდა მას მთელი ჩემი სიყვარული მივუწვნა, თუმცა მეტისმეტად არ გავანებივრებ. შეგახსენებთ, რომ ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა ქვეყანას. მას დონორის კვერცხუჯრედი შეუყვანეს, რომელიც ბედნიერი წყვილიდან ერთ-ერთი სპერმით იყო განაყოფიერებული.
ქალ სოლიდური თანხა გადაუხადეს, მისი ვინაობა დღემდე უცნობია. ყვითელი, ყველაზე ყვითელი ამბების შემდეგ კი ნახოთ მცირე რეკლამა, რომლის შემდეგაც სხვა საინტერესო ამბები დაგიბრუნდებით. United Colors of Benetton. გადაცემას წარმოგიდგენთ მეტალოპლასტმასის სკარფანჯრების მწარმოებელი კომპანია თაია.